ნინო კალანდაძეს მივესალმები. ნინო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. Როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შესაძლებელი, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა წარმოაჩენს, რომ ისინი ცდილობენ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებას და როდესაც ახლა რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე შეერთებული შტატების ინტერესის სფერო არის საქართველო და არის თუნდაც ანაკლიის პორტი, რაც გვიჩვენა ამ ვიზიტმაც, ამ ინტერესმა გადაწონოს დემოკრატიის ინტერესი საქართველოს მიმართ და ივანიშვილმა ამის ხარჯზე შეძლოს რაღაცნაირად ურთიერთობის დალაგება შეერთებულ შტატებთან. მოგესალმებით თამარ, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ჩემი სწრაფი და მოკლე პასუხი იქნება არა და ვეცდები ავხსნა რატომ. პირველ რიგში ეს ვიზიტი განპირობებულია ცხადია რეგიონის მიმართ მომეტებული ინტერესით, იმის გათვალისწინებით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ევროპის კონტინენტზე ომი მიმდინარეობდა, რომელმაც მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკური სურათი ამ რეგიონის, საქართველოს, მისი პორტების, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინაიდან მათ ნახეს, რომ ამ რეგიონს პირდაპირ უკავშირდება მათი მომავალი უსაფრთხოება, ამ დერეფნების უსაფრთხოება, ენერგომატარებლების უსაფრთხოება და ის სტრატეგიულად საკვანძო საკითხები, რომელიც სწორედ რომ რეგიონზე გადის და დასავლეთის ძალიან ცენტრალურ ინტერესს წარმოადგენს და ამავდროულად ეს მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ახლა აღმოსავლეთშიც მიმდინარეობს ომი, რომელმაც კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოწია რეგიონის მიმართ ყურადღება და კიდევ უფრო აქტუალური გახადა საქართველოში, მათ შორის არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. ანუ ვინ არიან ის მათ ენაზე რო ვთქვათ სტეიქჰოლდერები საქართველოში, ვინ არის ხელისუფლებაში, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები და როგორ შეიძლება პოტენციურად საქართველოს მოქცევა იმ მეტნაკლებად უსაფრთხო ჩარჩოში, რომელიც დასავლეთ შეძლებს შესაძლებლობას, რომ საკუთარი პოლიტიკა და სტრატეგია განსაზღვროს და უსაფრთხოების პოლიტიკა აწარმოოს. ამით არის განპირობებული ამ ტიპის ვიზიტი. მაგრამ ის, რომ ივანიშვილთან პირდაპირ ტიპის დიალოგი ან ურთიერთობების გადატვირთვა შეიძლება ამის უკან მოვიაზროთ, არის ჩემი აზრით ალბათ ქართული ოცნების სასურველი განწყობა, მაგრამ ამაზე არაფერი არ მიანიშნებს. პირველ რიგში არ მიანიშნებს ის, რომ ამის შესაძლებლობა აქამდეც არსებობდა და პრაქტიკულად ყველა გზა ივანიშვილს ჩაუკეტეს კომუნიკაციის, იქნება ეს დიპლომატიური, ფორმალური, არაფორმალური, შემოვლითი, კონსულტანტებით, რუსების მონაწილეობით, ყველა გზა, რომელიც შესაძლოა ივანიშვილს აეთვისებინა აქამდე, ყველა დარჩა პრაქტიკულად უპასუხოდ და უპასუხოდ დარჩა სწორედ იმიტომ, რომ ამ დიალოგის აღდგენას კონკრეტული წინაპირობები გააჩნია. მოცემულ მომენტშიც აბსოლუტურად არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ჩარჩო მოთხოვნას რაიმე ფორმით გადახედვა ემუქრება ვაშინგტონის მხრიდან, იმიტომ რომ ჩარჩო მოთხოვნა რჩება და ის პროცესები, რომელიც ჩვენ მათ შორის ევროკავშირის შიგნით დავინახეთ, იქნება ეს ევროპის პარლამენტის განცხადებები, რეზოლუციები, მოწოდებები, თუ იქნება ეს ბრიტანული სანქციები, რომელიც პროპაგანდისტულ მედიებს მიემართებოდა, ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში კონტექსტიდან ამოგლეჯულად და განყენებულად განხილული. ეს არის საერთო დასავლური პოლიტიკა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია ამ შემთხვევაში ვაშინგტონის პოლიტიკა. იმიტომ ეს პროცესები დამოუკიდებლად ვერ წარიმართებოდა და ვერ დაიძრებოდა საქართველოს ამ მიმართებით, თუ ვინმე ივარაუდებდა ევროპის დედაქალაქებში, რომ ვაშინგტონში შეიძლება განსხვავებული პოზიციები ქონდეს. მათი პოზიციები, მათ შორის საჯაროდ და არაფორმალურადაც შეგვიძლია ფაქტებით ვიმსჯელოთ, რომ არის ძალიან მკაფიო. ივანიშვილის რეჟიმს ისინი განიხილავენ როგორც არასისტემურ მოთამაშეს, ანუ ძალაუფლებას, უზურპირების გზით, არჩევნების გაყალბების გზით დაპატრონებულ ერთეულს, რომლის დამოუკიდებელ პოლიტიკაში ეჭვი ეპარება დასავლურ გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში ყველას, ივარაუდება, რომ პროპაგანდისტული მედიები, რომელსაც სათავეში უდგას სწორედ ეს სისტემა, თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან, ანუ ეს არის ძალიან კომპლექსური მოცემულობა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს პირდაპირ დიალოგის აღდგენის შესაძლებლობას.
მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ პოლიტიკური პროცესი იმ მიმართულებით დაიძრას, რომ ვიდრე ეს ომები მიმდინარეობს, სანამ ეს ომები სკალაპოდში მოექცევა და გადაწყვეტილებები იქნება შემდგომი პერიოდისთვის მიღებული სტრატეგიულ დონეზე, მანამდე მათ საქართველოსთან მიმართებით კონკრეტული პოლიტიკა ჩამოაყალიბონ. ამიტომ არის რომ ეს ვიზიტი ხორციელდება, ამიტომ არის რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ძალიან ფრთხილი, მოზომილი და არაორაზროვანი განცხადებები კეთდება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე განცხადებები, პოლიტპატიმრების თემებზე განცხადებები, კეთდება განცხადებები საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობაზე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა კითხვის ქვეშ, რომ ივანიშვილის სისტემა ახლა შეიძლება როგორც ლეგიტიმურ ერთეულად ან თანაპარტნიორად განიხილოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამიტომ ეს იყო გრძელი პასუხი. კი ბატონო, მაგრამ აი ლეგიტიმურ პარტნიორად განხილვა ან რაღაც თანასწორ პარტნიორად განხილვა ერთია, მაგრამ თქვენც ახსენეთ, ნინო, რომ რაღაც ტიპის ურთიერთობა რეგიონში მიმდინარე, აი ცხელი ფაზაა, ხო? და ამ ვითარების ფონზე ალბათ იქნება და იმისთვის, რომ აი ვთქვათ, არც გადაჭარბებული მოლოდინი არ შეიქმნას, არც ზედმეტად არ წავუყრუოთ ამ თემას, ასე ვთქვათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იცოდეს აუდიტორიამ, რას ნიშნავს, ანუ რა კონკრეტული ნაბიჯი, რა შეიძლება ნიშნავდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის, ხო? თქვენ ახსენეთ, რომ აი ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები, მნიშვნელოვანია ეს ჩვენი პარტნიორებისთვის და ამ პარტნიორებმა და მათ შორის ანდრეულმა ძალიან კარგად იცის, რომ არც ეგრეთ წოდებული პრემიერი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, ესენი არ არიან კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღებები თან ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ანაკლიის სპორტია და იციან ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ეს სიტყვა, რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და იციან, რომ ივანიშვილია ამ ყველაფრის უკან და შესაბამისად რუსეთი, რომლის ინტერესი სულაც არ არის აქ ანაკლიის სპორტში შეერთებული შტატების თუ დასავლეთის შემოსვლა, ხო? აი ამ ვითარებაში, აი როგორ შეიძლება რომ აი რა ხაზი შეიძლება გაევლოს მაგალითად შეერთებული შტატების წარმომადგენლებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის? თამარ, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მათ შორის დიპლომატიურ ჩარჩოშიც და კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას ასევე წარმოადგენს ერთგვარი ზეწოლის ენა. თქვენ აბსოლუტურად გასაგებად და ლოგიკურად ჩამოაყალიბეთ ის ხაზი, რომელიც კონკრეტულად ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს ანაკლიის სპორტთან მიმართებით გააჩნია. სავარაუდოდ საინტერესოა ალბათ ის თემაც, რომელიც ულევის გარშემო იყო განვითარებული, უბრალოდ ამ თემაზე ინფორმაცია ასე საჯაროდ არ გამოდის, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესეც სავარაუდოდ არის დისკუსიის დღის წესრიგში. მე ვფიქრობ, რომ ვაშინგტონის წარმომადგენელი, რომელიც ახლა აქ შეხვედრებს მართავს, ის განიხილავს ამ ფორმატს არა როგორც დიალოგის ფორმატს, არამედ კონკრეტული გზავნილების გასაჟღერებლად არის პირველ რიგში აქ ჩამოსული. ამ გზავნილებს მაღალი ალბათობით უნდა ქონდეს გარკვეული ზეწოლის ფორმა. პირველ რიგში, როდესაც საუბარია ანაკლიის სპორტზე და იმაზე, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ანაკლიის სპორტის მშენებლობა შეჩერდა არა იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძე სანამ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ან რაღაც კვირიკაშვილი თავის დროზე არასწორად მოიქცა, არამედ ან რაიმე ტიპის ინვესტიცია უნდა ხორციელდებოდეს იქ, ფაქტი არაფერი არ ხორციელდება. იქ არის ძალიან კონკრეტულად მიჩნეული, რომ ეს იყო რუსული ინტერესი, რომელმაც პრაქტიკულად დასავლური სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინა ივანიშვილს რეგიონში და შესაბამისად საქართველოსთვის დიდი ზიანის ხარჯზე. ამდენად სასაუბრო სასაუბრო მასალაში პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მე მგონია, რომ ველი ძალიან კონკრეტული ზეწოლის გზავნილებს, რომლითაც ისინი სავარაუდოდ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რომ ვერანაირი დიალოგი ვერ იქნება, თუ ამას კონკრეტული წინაპირობები არ იქნება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს და ამ წინაპირობებში გარდა შიდა პოლიტიკური საკითხებისა, როგორც ჩანს, დამატებით შედის სტრატეგიული საკითხები. ანუ იმის ახსნა მინდა მე რომ და ჩვენმა მაყურებელმაც რომ კარგად გაიგოს, რომ არ არსებობს არანაირი კონკრეტული, თუნდაც გეოპოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური ინტერესი, რის სანაცვლოდაც შეერთებული შტატები თვალს დახუჭავს იმ ვითარებაზე, იმ მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რაც არის ახლა ქვეყანაში.
ქვეყანაში ხომ ასე ან კონკრეტული დათმობები მოუწევს ბიზნესის ევანიშვილს ცალსახად ასეა და როგორც თქვი ამას მოწმობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არსებული პოლიტიკა რომელიც ოქრივად მიმდინარეობს მიუხედავად მაღალი მოლოდინებისა მიუხედავად ქართული ოცნების შიგნით არსებული განწყობებისა, რომ თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია უფრო კეთილგანწყობილია რუსეთის პოლიტიკის მიმართ და მეტად თუ ნაკლებად პროუკრაინულ პოზიციას აწარმოებს ან თუნდაც პროევროპულს. ფაქტია, რომ ეს თეორიები პრაქტიკაში არ ითარგმნება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არანაირი კეთილგანწყობა ამ ეტაპზე ფორმალურ დონეზე და არც არაფორმალურ დონეზე არ დაფიქსირებულა. ამასთან რასაკვირველია, იმის უგულებელყოფა ვერ მოხდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ისევე როგორც ევროპის კავშირს საქართველოში აქვს სტრატეგიული ინტერესი, იმიტომ რომ ამ რეგიონზე გადის მათი კონკრეტული უსაფრთხოების საკითხები. მაგრამ უსაფრთხოების გრძელვადიანი მოგვარების პერსპექტივა არის მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუ საქართველოს დემოკრატიზაციის გზას უბრუნდება. თუ საქართველოს ამას ვერ აკეთებს, თუ საქართველოს ინარჩუნებს იმ პოზიციებს, რომელსაც ივანიშვილი ცდილობს, რომ გაიმყაროს, რომელიც გულისხმობს, მე დავრჩები აქ ავტორიტარად, მე დავრჩები აქ არასუვერენულ მმართველად, რომელიც მოსკოვიდან მიიღებს ინსტრუქციებს, მაგრამ ამავდროულად ვითანამშრომლებ დასავლეთთან და ვეცდები, რომ თქვენს პატარ-პატარა საკითხები მოგიგვაროთ, ეს გამორიცხავს დასავლური გრძელვადიან ინტერესებს რეგიონში. ამიტომ არის, რომ ეს დიალოგი ნინო, ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ასევე ნატოს გემდივნის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ პროევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ხელისუფლება და ალბათ მოისმენთ დღეს შალვა პაპუაშვილის პასუხსაც, როგორი უმადურია საერთოდ ევროკავშირი საქართველოს მიმართ, როგორ სულში გვიძვრებიანო, ასე ამბობს და ვინც ევროკავშირს ენდო, ის ახლა ცეცხლის ალშია გახვეულიო. აი ასე ამბობს შალვა პაპუაშვილი ამის პასუხად, იმ განცხადების პასუხად, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. აი ასეთი თავდასხმები ევროკავშირზე იმის პარალელურად, როცა ისინი ამბობენ, რომ აი შეერთებულ შტატებთან უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა. აი თუნდაც ქართული ოცნების მხარდამჭერის ან მისი პროპაგანდის ქვეშ მოქცეული ადამიანის თვალითაც რომ შევხედოთ. აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან რამდენად არის თავსებადი? თამარ ამაზე ხშირად ვფიქრობთ და ხშირად ვმსჯელობთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთის მხრივ გვესმის 100%-იანი რუსული დეზინფორმაცია, რომელსაც ახმოვანებენ და ავრცელებენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენ მოიხსენიეთ არაგადაწყვეტილების მიმღებირებად და ეს ცალსახად ასეც არის. და მეორე მხარეს დგას რაღაც ფაქტობრივი მოცემულობები და საღი აზრი, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ არასაკმარისად ხშირად როგორც ჩანს, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ეს რაღაც თავისთავადი მოცემულობა. საქართველოს დღევანდელ მოცემულობაში საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული ყავს რუსეთს. ბოლო 200 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოს ოკუპაციას ახდენდა რუსეთი. საქართველოს უახლეს ისტორიაში საქართველოს თავს დაესხა მისი სუვერენიტეტის შეზღუდვის მიზნით რუსეთი, ამის საპირწონეთ და თანამედროვე ისტორიაში სხვა მეზობელ სახელმწიფოს დაესხა თავს რუსეთი, ამის საპირწონეთ ჩვენ გვყავს ევროპის კავშირი, ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც მას შემდეგ, რაც ეს ეკონომიკური გაერთიანება არსებობს, არასდროს მის წევრ სახელმწიფოში ომი არ წარმოებულა არანაირი ფორმის. ეხლა პაპუაშვილი არ არის სულელი. უბრალოდ ხშირად ჩდება კითხვა, რა აძლევთ მათ საფუძველს საქართველოს მოსახლეობაში მიიტანონ ეჭვი და შეურაცხონ ისინი, რომ ისინი არიან ისეთი სულელები, რომ აი ეს პირდაპირ წყობრად აგებული რუსული პროპაგანდა ფუნქცია აქვს ნინო ამ მიმართულებით შალვა პაპუაშვილს, აი წარმოუდგენელია მართლა ბრიფინგი რო იწყება, უკვე ვიცით რომ წინა აი თითქოს წარმოუდგენელი სიგიჟე რაც წინა ბრიფინგზე თქვა, ეხლა იმაზე უარეს და საკუთარ თავს გადააჭარბებს მართლა. რასაკვირველია ეს არის 100%-ით მიზანმიმართული დეზინფორმაცია, იმიტომ რომ არც მას შეიძლება ვიღაცებს მათ გუნდში, მაგრამ მას ნამდვილად როგორ თქვა, არ აკლია იმის შეფასების თუ ანალიზის უნარი, რომ ზუსტად იცოდეს, რომ ეს არის 100%-იანი ტყუილი, რომლითაც მიზანმიმართულად ატყუებენ საქართველოს მოსახლეობას რუსეთის დავალებით. რუსული და დასავლეთის მიერ სანქცირებული პროპაგანდისტული არხების მეშვეობით. რუსეთში პროპაგანდის გზით ძალიან ბევრს სამწუხაროდ გამოერეცხა ტვინი,
მაგრამ და შეიძლება უხეშ ტერმინია ეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასეა, ის საზოგადოება უფრო მოწყვლადია. საქართველოს მოსახლეობა არ არის ასეთი მოწყვლადი. საქართველოს მოსახლეობა არის ინფორმაციულად საკმაოდ მედეგი საიმისოდ, რომ მიუხედავად აქტიური პროპაგანდისა ხედავდნენ შავს და თეთრს, ხედავდნენ და ითხოვდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას მიუხედავად ამ პროპაგანდისა და ხედავდნენ რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მიმდინარეობს და მოქმედია ერთადერთი სახელმწიფოს მხრიდან და ყველა დანარჩენი, ვისაც საქართველოში დღეს პოლიტიკის წარმოების ირიბი სურვილი აქვს, არის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული, რომელიც ყოველდღიურია საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა. მაგრამ ისე საინტერესოა, მე მგონი ცოტა დიდი ხანია, რაც კვლევები აღარ ჩატარებულა და საინტერესოა თუ აისახა ადამიანებზე პროპაგანდის ის შედეგი, რასაც აი ესე აქტიურად აწარმოებს ქართული ოცნება. ეს დაზუსტებით ალბათ ამის დაზუსტებით ალბათ არ შეგვიძლია, მაგრამ პატარა ქვეყანაა და საზოგადოებრივი განწყობების რაღაცნაირი პულსი ყველას გვიდევს, ხო? ასევე ამას მოწმობს მათი გავეშებული პოლიტიკა, რომ საქართველოდან განდევნონ რაც შეიძლება მეტი ინტელექტუალი და საღათ მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უწვდომა აქვს საინფორმაციო არხებზე, საერთაშორისო საინფორმაციო არხებზე თუ ბაზრებზე. ეს არის ამ პოლიტიკის წარმოება საჭირო არ გახდებოდა მათ რომ რეალურად დასაყრდენის პრობლემა არ ქონდათ ქვეყანაში. ანუ მათი პოლიტიკა ვერ იყიდებს სათანადოდ აქ ფეხს, ამიტომ არის რომ განათლების რეფორმა არის მიზანმიმართული იმისკენ რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ დატოვოს ქვეყანა, რაც შეიძლება მეტად შეიზღუდოს საინფორმაციო ველი, გადაიხედოს ისტორიის სწავლების პროცესი, შინაარსი, როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში და საქართველოში გრძელვადიანად დაინერგოს რუსული ისტორიული ნარატივი. ეს რომ ადვილი ყოფილიყო, მაშინ აქამდე ფაქტია რომ ეს პროპაგანდა მუშაობს ამდენი წელიწადია და მიუხედავად ამისა 100,000-ობით ხალხი გამოდის ქუჩაში. პაპუაშვილი ამბობდა რომ ჰელსინკის კომისიამ ჩაადენინა დანაშაული ელენე ხოშტარიას და სხვებსაცო და იმიტომ რომ მე ჩვენ დაგვესხან თავსო გირაო არ გადაიხადო ჰელსინკის კომისიამ უთხრა და ნუ აი მართლა წარმოუდგენელი ამბები და სხვა შორის აი მაპატიოს მაყურებელმა ბევრი პაპუაშვილი გამოგვივიდა დღეს, მაგრამ აი არ ვიცი ეხა მართლა კაცს ქვია პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ თავს ესე უწოდებს და ოპოზიციაზე კითხეს ოპოზიციურ ალიანსზე და ამბობს რომ გუშინ მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან 3 რომ ისინი არიან პატიოსანი პროფესიონალი პატრიოტი. პლთი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვები მოყვეს ამას რიგში. აი ამბობს კაცი, რომლის ეხა დავაკვირდი სხვა შორის ამ განცხადების წაკითხვის მერე მისი სტატუსიც პლზე იწყება სხვათა შორის და გვარიც და აი არ ვიცი უბრალოდ აი რა შეიძლება ელაპარაკო ადამიანს, რომელიც აი ასეთი ტერმინებით ლაპარაკობს, თუნდაც ოპონენტებზე, თუნდაც ისეთ ადამიანებზე, ვინც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ახსენეთ, რომ ეს თქვენი ეთერები ეძღვნება საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებას, ხო? და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებას და მათ შორის ადეკვატური ხაზის ნაწილია ის, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი საზოგადოება იმყოფება ომში. ეს არის მოცემულობა. ქართულ დემოკრატიულ თავისუფლებისთვის მებრძოლ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოება იმყოფება ომში რუსეთთან. ყველა ვინც რუსულ დეზინფორმაციას საჯაროდ ღიად ავრცელებს, ის არის ამ ომში მეორე მხარეს, თავდამსხმელი, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრებს, ქართულ საზოგადოებას, საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის თავისუფლებას, თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ არჩევანს. ამიტომ ალბათ ჩვენ ზედმეტ წიაღსვლებს უნდა გავეშვათ ცალკეული სიტყვის უკან რადგან და მივიჩნიოთ და დავარქვათ სახელი რომ ყველა მოლაპარაკე თავი არის 100% პროპაგანდისტული გზავნილის გამავრცელებელი იმისთვის რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ, იმისთვის რომ საკუთარი კეთილდღეობა შეინარჩუნონ, იმისთვის რომ სტატუსი შეინარჩუნონ, რაც შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით, იმიტომ რომ მათაც ითვლიან რომ ეს დრო რაღაც თვალსაზრისით მათთვისაც შეზღუდულია და ადრე თუ გვიან ეს მოცემულობა დასრულდება, ადრე თუ გვიან დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომიც, ადრე თუ გვიან რუსეთზე განხორციელებული კოლექტიური ზეწოლა გამოიღებს შედეგს, რომელიც ავტომატურად აისახება ამ სისტემაზე. მანამდე ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს გამძლეობა, შეინარჩუნოს და პირველ რიგში საღი აზრი და ამისთვის არის სწორი შეფასება პირველი ამოცანა. დიდი მადლობა ნინო, მადლობა საინტერესო საუბრისთვის.